მოლაპარაკებები არავისთან მაქვს, მაგრამ ვესაუბრები ბევრს. საუბრები მაქვს ყველასთან. მაქსიმალურად სკოლებში ნოუთბუქებს ურიგებდით პირველ კლასელებს, ხო, რომ საქართველოსთან გაუსვლელთაც კი შეძლებოდათ მაგალითად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ევაჭრათ. რომ ჩვენ მხარეს არის მართლაც უმრავლესობა, სიკეთის მხარეს არის უმრავლესობა, ასე ვიტყოდი. და ჩვენ არ წარმოვადგენთ ესეთ ხალხს, რომლებიც პოლიტიკაში იმიტომ არიან, რომ პირველ რიგში თანამდებობებისთვის იბრძვიან. მაგალითად, ელენე ხოშტარია ყოველთვიურად იღებს თანხას მილიონობით რუბლს რუსეთის ფედერაციიდან. რა არის თქვენი პასუხი ამაზე? ეს პირველად მესმის თქვენგან. ის რო ვარ მახინჯი და არავითარი ამბიცია არ მქონია რომ კარგი შესახედაობისა და ჩემზე ეს არ მოხდეს. მახინჯი აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემძალაშია, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ტკივნეულად მათთვის მოცილდნენ აქედან. მინებს გამიკეთებ. არანაირი კავშირში ჩემი შვილის საქმიანობასთან ეს უნივერსიტეტი არ ყოფილა და არ არის. არა, როგორ გეკადრება? გეთახვა. ცოტა სირცხულე, როგორ შეიძლება შენი ქვეყნისთვის დაგეზაროს 2 საათით, არც უნდა 2 საათი, 1 საათით მარშით ჩავლა. კიდეა. თესეუში ლექციის ჩასატარებლად მივედი და აღმოვაჩინე, რომ ჩემი საგანი აღარ არსებობს. თურმეში ამჩნია და გამიხარდა ძალიან, რომ ლამაზდება ეს სიტყვა, იმიტომ რომ მე სულ ვიყავი ახალგაზრდობიდან, სულ ცდილობდი რომ ყოფილიყავი ფორმაში. მოიყვანეს სპეციალური ტექნიკა, კერძოდ კვადროციკლი და პატარა ზომის მანქანები, რომლებიც უშუალოდ ჩვენთან დააყენეს და ჩართეს ძრავები და აბღუვლებდნენ ამ მანქანებს ხალხო. ფრაზა აქვს მარტოენს დათქვამი, რომელიც თლიანად ხსნის პროპაგანდის რაობას, რომ რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო მარტივია მისი დაჯერება. არის ის? მაგრამ ისე ყველაფერი შესაძლებელი ხო შეუძლია დაიჭირო იარაღი და მე მომდვალ მაგალითად ქუჩაში. აი ხლე შეექიმს გაში და გასო ჯამთელია ვიტყვი. მესამე პრეზიდენტი დღეს ახლა დეტალებში ვისმენთ. ციხეში ზის იმიტომ რომ თურმე რედბულით გაუმასპინძლდა ამერიკის ახლა უკვე პრეზიდენტ ტრამპს. თურმე იუშენკოს თაფრით გაუმასპინძლდა. თურმე თაიგული გარდაცვლილი პრეზიდენტის კოლეგის საფლავზე მიიტანა. ამისთვის და პიჯაკები შეიძინა. ამისთვის იხდის საჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. დაგვიჯერეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჩვენს ხმას არ გაიგებს სპეციალურად პირობას გაგმევთ. ჩვენს პროტესტს იგრძნობთ და უკვე გვიან იქნება. შენ გენაცვალები დიაბაბული. მიშვილთან ერთად პროტესტში ვიყავით ჩვენ თელი ოჯახი და ვინც ყველაზე ჭკვიანია ადამიანების ჯგუფი. არის ის? ჩვენ დღეს იმდენი გვცემს პატივს, რომ სალონშიდაც დავდივართ ისე უფასოდ და სანამ ჩვენ ამ ბრძოლაში ჩავერთვებოდით, ვიყავით ჩვეულებრივი მოქალაქეები და ბევრჯერ მithქვია სოფო, მადლობა დედაჩემს, რომ ესეთად გამზარდა მეთქი და ხანდახან გაუბრაზებულმა, რომ რატო ვარ ესეთი მეთქი. თუ რამე გამეგოს ბოზიშვილი ვიქო. ვარ ქარილის რაიონის სოფელი ფციდან მარტო ერთხელავე უკვე ეს მოხდა უკვე მესამე შემთხვევაა ჩემზე. მინდორში მე ვარ მინდორის კაცი, მაქვს ხეივნები, პლანტაციები, ქოხი მაქვს გაკეთებული. დიდი ძმა გვიყურებს ზევიდან, დიდი ძმა გაკონტროლებს ელჩო შენ. ძმურად რამე კარგი დიეტა ხო არის იცით, რომ ეს დავსვა. დელიკატურ და ვიტამინურ საჭმელებს ეგება რამე ეშველოს და არ გარდაიცვალოს ნაადრევად. დაიძინები დიეტას. გუბასანიკიძეს ნამდვილად არ სჭირდება დამატებითი ცენზი, მაგრამ არ შემიძლია არ თქვა, რომ ის არის ასევე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის მამა, ლევან სანიკიძის. ველები, როდესაც აი სკოლა დაბომბეს და რის გამო გავიგეთ, მაგრამ ძალიან უხაროდათ, რომ აი ესეთი რაღაც ხა ნახეთ რა საშინელება გააკეთა ამერიკამ და რა უნდათ, ანუ ეხა ირანს უჭერან მხარს. გზნობ და ვხედავ, რომ ამ გაერთიანებით და ამ დღის წესრიგით, ამ მოცემულობით იმ აღმართს ჩვენ რომ უნდა ავიაროთ გამარჯვებისთვის ვერ ავივლით.
ეხლა ხომ მიმდინარეობს ეს უმნიშვნელოვანესი მდგომარეობა მეტადელიონულია. უმნიშვნელოვანესი შეხვედრები. ლივს გადავეხარე რეაქტიულ ფსიქოს. ცოდნა არ არის წილი რომ შემოგახდეს. კაი, ჩემი დედასპიცა ვარ. ჩვენ როგორც სტუდენტები მივიშნევ რომ ეს განათლების რეფორმა არის ყოველად მიუღებელი და ეწინააღმდეგება გაგრძელება იქამდე სანამ ქართული ოცნება ამ ეგრეთ წოდებული რეფორმას უკან არ გაიწვევს. დარწმუნებული ვარ რომ ქართული ოცნება 2028 წელს უბრალოდ შანსი არ აქვს. ესეთი აღქმა მაქვს ეს. მეტაყლი არისო რა. ეს მოცემულობა თავისთავად ეხლა მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მაყურებლის ნაწილმა შეიძლება ასე მოისმინა, მაგრამ იმე გამოვაცხადე შემიშალა. ხო, ანუ ხო, ჩემთვის არ არის პაპატივია, მაგრამ უბრალოდ არ ვარ. ახალგაზრდები არის ის ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც ყოველთვის დაუპირისპირდება ყოველთვის იბრძოლებს დემოკრატიისთვის და ავტოკრატიულ რეჟიმებს ყოველთვის დაუპირისპირდება. არის ის? საქართველოს პროევროპული მოქალაქეები კულტურულ მადლიერებას გამოხატავთ ევროპარლამენტის წევრებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ. ეგალესო. მაგალითი იყო ეხა ეს ყალის რა. მე რომელიც ხელწამოსაკრავია, ესეთი თვითონ სტატისტიკაც და რაოდენობაც ამ უკაცრავად ზაღლი არის, თვითონ რაოდენობაც ამ შემთხვევაში ამ მექანიზმის გამოყენების იმ ქვეყნის ტერიტორიაზე რომ ჩავლენ, არა მხოლოდ უარს ეთყრიან საზღვარზე, შესვლაზე. ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია არის ის, რომ შიდა წნეხით, ანუ აქციით, გარე წნეხით, ანუ სანქციით და ახლა უკვე დემოკრატიული ალტერნატივით მოუყუდოთ ის რეჟიმი. ვერც ერთი კატამარანი ვერ გაუძლებს სტუდენტური წინააღმდეგობის ტალღას. მე უბრალოდ მართლა ჯანსაღებს ეკეკა მაქვს და გავარტყიამათ ყველანაირ მშვიდობას. ჩვენ ვარ სწორედ აი ევროპული ქრისტიანული ღირებულები. გადაგედელი. ჩვენ ვართ დიდი დამამთავრებინე. ძალიან ხო დამამთავრებინე. ნუ მაიძულებთ რომ აუწიო ხმას რომ გადავაჭარბოთ ფეხმას. კეთილი. კი ბატონო. რუსო კანონს არა! მოგესალმებით პირველ რიგში და მივესალმებით თქვენ მაყურებელს და მადლობას ვიტყვი ყოველთვის რომ ჩვენთან ერთად გეხართ. თქვენ რო არა ალბათ სოფლიო ვერ გაიგებ და ახლა რამდენიც არ უნდა იძახონ რომ ფორმულა და ტევე პირველიო. პირველები ხართ ყოველთვის.